სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმართავობაზე საუბრობს ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ვიცე-თავმჯდომარე. სოფიო ზოიძე მატარებლის ვაგონებზე პანდუსების დაყენებას ითხოვს. მისივე თქმით, აღნიშნული მოდელი აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას. ორგანიზაციის თავმჯდომარე სარკინიგზო შეღავათების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობს. თამაზ მჟავანაძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მგზავრობის გადასახადი უნდა განახევრდეს. მისივე ინფორმაციით აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თხოვნა ელექტრონულად უკვე გაუგზავნა. ჩვენი ინიციატივით გვინდა რომ დაწესდეს 50%-იანი შეღავათები სამგზავრო გადასახადზე, რომელიც აქვთ შუშუბო პირებს. დღეისათვის ასეთი შეღავათი არ არის. ჩვენ უკვე მივმართეთ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გონცაძეს ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ, ველოდებით მათგან პასუხს.